ივანიშვილებო, ხაზარაძეებო, რა ვიცი მე. არც ვიცი თქვენი გვარები ყველას ერთი ივანიშვილი ვიცი. რავი დანარჩენებო, მერებო, კალაძეებო, რავი ბათუმის მერო. ყველაფრის მერო, ყველაფრის უფროსო, ყველაფრის მაფიოზო, ყველაფრის პატრიარქო, დიდებულებო, უმაგრესებო, უძერსკესებო, უმდიდრესებო, მატერიის მხაფავებო. თქვენთვის არის მესიჯი საუფლოდან და მიიღეთ როგორც კეთილი რჩევა და მიიღეთ როგორც უფლიდან წამოსული სიწრფელისა და ზრუნვის მესიჯი. მე შეიძლება მობიერი და მზრუნავი ხმა არ მქონდეს, რადგან თქვენს წუმპეში ვარ, თქვენგან შექმნილ, თქვენგან მონელებულ, თქვენგან გადაჯეგილ წუმპეში ვიმყოფები, მაგრამ თავად საუფლოდან ძალიან მობიერი და ძალიან სიყვარულით ახსავსე და ძალიან compassionate, თანათ მგრძნობი ემოციებით არის წამოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობით განდგეთ და მშვიდობით და მშვიდობაში დაიკავოთ თქვენი წრფელი ადგილები, ბოლო საშუალება და შესაძლებლობა გაქვთ ამისი, რომ საკუთარი ფეხით წახვიდეთ იქ, სადაც თქვენი ადგილია. რადგან ამ შემთხვევაში მიტევებულ არს და ადგილიც დაკავებულ იქნება. ნუ მიიყვანთ წკიპზე და ნუ მიიყვანთ ბოლო წამამდე, ბოლო სისხლის წვეთამდე მოცემულობასა და რადიკალიზმში ყოფნას და ვერ დაგეხმარებათ ვერც ერთი ადამიანის მოსყიდვა, გადმოსყიდვა და სულ რომ მოინდომოთ, რომ მოდი სამაია წუმპიდან ამოვიყვანოთ, ესეც ვერ მოგეხმარებათ იმაში, რომ საუფლოში ადგილები მოიპოვოთ და დაიკავოთ. ერთადერთი საუფლოში ადგილი დაგაკავებინებთ, თქვენი ადგილს დაგაკავებინებთ, თქვენივე პოზიციაში ჩამოსვლა და თქვენივე პოზიციაში გამყარება, რომელსაც ქვია რა ჟღერადობისაც, რა მოცემულობის სულიც გაქვთ, რა მოცემულობის რა სიმართლითაც დაიბადეთ, რა ბედითაც დაიბადეთ, იმ ბედში ჩადგეთ და იმ სიმართლეში დაჯდეთ, წახვიდეთ, დაბრუნდეთ და დაჯდეთ. მაგალითისთვის, ბიზინა ივანიშვილო თუ დაიბადე სოფელ საჩხერეში თუ სადღაცას, რა ვიცი, წახვიდე და შენი სოფლის სახლში დაჯდე იმ ტანსაცმლით, რაც გეცმეოდა და მეზობლებს ყოველდღიურად მიესალმო და მეზობლებთან ერთად, რა ვიცი, რასაც იზავდი, ისინი აკეთო. ან აქეთ ხალხის სამსახურში ჩადგე და შენ მეზობლებს შეეწირო, რომ იტყვიან და შენ მეზობლების, შენ დამშეული იქნებიან თუ დაპურებული იქნებიან თუ მადლიერი იქნებიან თუ როგორ მეზობლები იქნებიან, ყოველდღე მათთან იურთიერთო და შეწყვიტო ურთიერთობა იმ მასონებთან და იმ მონარქებთან და იმ ვიღაცებთან, ვინც კი ვინმე სასულიერო დაკნინება და შენი სასულიერო განადგურება გამოიწვია. ვინც კი ვინმე გითხრა, რომ უფალი არ არსებობს და ვინც კი ვინმემ დაგაჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალიზებული მოცემულობა არსებობს და თვითონ აზიან კარმისა და დარმის პინინდულებს და ატრიალებენ ენერგიებსა და ემოციებს ისე, რომ რასაც უნდათ, როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ, ისე განაგებენ. ხედავთ, რომ თითოეულ მათგანს თუ არ გეშინიათ და ჯერ კიდევ მათი იმედი გაქვთ, ესე იგი ვერ ხედავთ და საერთოდ რა ვიცი, ინტუიციაც კი არ გიმუშავებთ, მაგათი წმენდა დაწყებული და თქვენ ვისაც კი ვინმეს, ვინც კი ვინმე აქაურობიდან ხართ, გაღორებულს და მუცელში ქონ ჯდარა მღვდლებსა და პოლიტიკოსებს არ გეჯერებათ ეს ყველაფერი. აქ საუბარია ცოტა ისეთ მორალისტებზე, როგორიც ბიზინა ივანიშვილი ყავს და როგორც სალომე ზურაბიშვილიო, ძალიან მორალისტები ხო ხართ მორალისტთა ეგოს ამოფარებული, მეც ვარ ოღონდ სხვანაირად, ხო? აი ესე მორალისტების, ანუ ჩვენი მორალისტების
ხალხის გვერდზე და წუმპეში ყოფნის დროა და მაგრამ ამას გაცვლა გამოცვლის მომენტი ქვია ნახეთ თქვენ მაქედან ჩამოდიხართ და ჯდებით წუმპეში და მე და ჩემნაირები წუმპიდან ამოვდივართ და ჯდებით იქ სადაც შენს უნდა გიშველოთ და შენს მეზობლებსაც უნდა მოვეხმაროთ და გიშველოთ დაგილაგოთ და დიდი ბალანსი აღვადგინოთ სამყაროში ცოტა შეიძლება რაღაცნაირად ჟღერდეს გეუბნებით ძალიან რთულია გასხიოსნდე და იმით იარო რა ქვია ჰაერში იარო და ლევიტაცია განიცადო იმ არში რაც თქვენ მოაწყეთ და დღესდღეობით ხედავთ რომ ქრისტე მეორედ მოსულია ამ ფორმაში ჩემნაირების ფორმაში და არა იმ ფორმაში სადაც ლევილებდა და აღარ არის ის ეთერი და ის სიხშირე და ის მოცემულობა რომ ამას მივახციოთ გადაღლილები ვართ, გადაქანცულები ვართ თქვენი სიგნალებისგან, თქვენი ნეგატივისგან, თქვენი კონტროლირებადი ჯანმრთელობის სისტემისგან, თქვენი განათლების სისტემისგან, ტვინები საერთოდ და ქვეცნობიერი საერთოდ მოწამლული გვაქვს და ხო ხედავთ შველასაც არ გთხოვთ, აქეთ შველას გთავაზობთ. ისიც უფლის დამსახურებით და სიდიადით. მიიღეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვიცი რამდენად ჩემს ხმაში გრძნობთ, თუ ვერ იგრძნობთ, ალბათ განკითხვას იგრძნობთ და რაღაცა საშინელებას იგრძნობთ, ალბათ, არ ვიცი, მაგრამ მართლა ჩემი შეგრძნება ამ ინფორმაციის ჩამოტვირთვისას და რომ გავიღვიძე და რომ ვიცოდი, რომ ეს ვიდეო უნდა ჩამეწერა 3 დღის წინ და 3 დღე დამჭერდა იმისთვის, რომ ჩამეწერა და 3 დღის მეროწერ შეგრძნება მქონდა იმის, რომ აბსოლუტური სიყვარულით, ლმობიერებით და თქვენივე გადარჩენით, თქვენთვისვე კარგის თქმით, თქვენთვისვე სასულიერო გადარჩენაზე აქ საუბარი. აი ამით იმედია სამყარო, იმედია უფალო ღმერთო. გადავეცი ამ ურწმუნო თომებსა და გზასაცდენილ და დისბალანსის გენერატორებს სათანადოდ ეს ყოველივე, რადგან მე ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ. დეტალურად, ვისაც დაგჭირდეთ რჩევა, რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ, ვერაფერი ისეც ვერ გეტყვით, რომ რამეს ფულით იყიდით ან დააბალანსებთ, ვეღარ გამოგივართ. აღარ გამოვა. ანუ არც ჩათრევა აღარ გამოვა, მაინც ამ ადგილზე ვიქნებ მეორე დღეს, კარგი, ჩამირიცხე 7 მილიონი, ხვალ ჩავრთავ და კიდე ამას ვიტყვი, ან კიდე უფრო ღრმად ვიტყვი და ემოციურად ვიტყვი ამ ყველაფერს, მაგრამ 7 მილიონზე გამახსენდა. ბიძინა ივანიშვილო, შენ შვილზე, ვერა ივანიშვილზე ჩავწერე ძალიან ისეთ ემოციური ლაივები წინას, მის სულის არსზე, მის მდგომარეობაზე, მის მოცემულობაზე და აი ზუსტად ერთ-ერთი ბოლო ლაივის შემდეგ მოვიდა ის მდგომარეობა რა სინანული არ ქვია, ამას ქვია სრული საცოდაობა. გასაცოდავებული ყავს შვილთა ჩამომავალთა მადლი. შვილთა ჩამომავალთა ანგელოზი ყავს შვილად. მისი ანგელოზური არსი არის გასაცოდავებული. გული აქ მოკლული და მკვდარი. აი რომ იტყვიან სამყარომ რამდენიმე წუთით ან წამებში ეს გაელვებით ჩამოტვირთვით უცაბედად. მან ახლა რას ნიშნავს ვიყო შენი შვილის ბერას გულში. ფეხსაცმელებში კი არა. ტანსაცმელში კი არა. თავში კი არა, გულში. იცი რამხელა ტკივილი აქვს შენ შვილს. აი მაგ დისბალანსიდან გამომდინარე.
მაგ манипуляციიდან გამომდინარე, მაგ კონტროლიდან გამომდინარე, მაგ პროგრამიდან გამომდინარე, მაგ აცელიდან გამომდინარე, მაგ რადიკალიზმიდან გამომდინარე, მაგ აფერისტობიდან გამომდინარე. იცი რო აფერისტობდი. იცი რამ ხელა ტკივილი აქვს. და ყველაფერი დაე, ვინც გაიყიდა იმან განიცადოს მის სულზე გადავიდეს. მე შენი შვილი სულისთვის ლოცულობ. რადგან მის გულს, მის არსს არა დაუშავები, არა სხვა არჩევანი არ ქონდა. შენ შვილად დაიბადა. ერთადერთი არჩევანი ის ქონდა, რომ გაეძლო და თავისი ვარსკვლავთსულური არსით გადარჩენილიყო, მაგრამ მანდ მე ვერ გადავრჩებოდი, რომ დავრჩენილიყავი მაგ საზოგადოებაში და მაგ ხალხში. და მანდვე დაბადება, უფრო დიადი სულები იბადებიან პირდაპირ ეპიცენტრში, მაგრამ ვერ გაუცლებთ. საიქიოში, საუფლოში გავამართლებ ყველანაირად, ძალიან ძნელია მაქაურობას ვინმემ გაუძლოს. მანაც ვერ შეცდ. დანარჩენი გოჭებზე და გოჭების და ღორების შვილებზე ლაპარაკი არ მაქვს, ვინც ქონში გადაცვალეთ უფალი, ქონი მოიმატეთ, ხორცი მოიმატეთ და რა ვიცი რეებში ჩადიხართ. მარინა, მარტო თქვენთვის არ ვაკეთებ. ყველასთვის ვაკეთებ. ყველასთვის ვაკეთებთ, ერთნი ვართ, ღმა ერთნი ვართ და ჩვენთვის ვაკეთებ. ჩემი შვილებისთვისაც ვაკეთებ. ჩვენთვის ვაკეთებ. ყველასთვის. ხანდახან განუყოფილების კანონი უნდა გამოიყენო, რომ განუყოფლებაში გადახვიდე. ანუ თუ რაღაცას გამოყოფ, ესე იგი მთელი იყო ის რაღაცა, ხო? და თუ გამოიყოფა, შესაძლებლობა აქვს იმის, რომ ისევ გამთლიანდეს და გაერთიანდეს. ამიტომ გეშინიათ ხოლმე რაღაცებიდან გამოყოფა დროებით, რათა სიწმინდე და მშვენიერება გადაარჩინოთ.